გამარჯობა მეგობრებო, როგორც ხედავთ ჩვენ ვისაუბრებთ დღეს while ციკლების შესახებ. ეს არის ციკლები, რომელიც კონკრეტული პირობის შემთხვევაში მუშაობს და როცა ეს პირობა იქნება უკვე false, ანუ არაჭეშმარიტი მაგ შემთხვევაში, ან მცდარი როცა იქნება, მაშინ ჩერდება რა. ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს ქვედაზღვარი ისევ და ზედაზღვარი და ვეუბნებით, რომ სანამ ზედაზღვარზე ნაკლები არის ქვედა, მანამდე დაბეჭდოს. და როცა აი ამ ზღვარს უკვე გაცდება, ანუ A აღარ იქნება ნაკლები B-ზე, მაშინ ავტომატურად while ციკლი გაჩერდება. ანუ ეს პირობა გახდება მცდარი. და ჩვენ ნახავთ, რომ გამოიტანს 0-ს 1, ანუ თავდაპირველ რიცხვს გამოიტანს, მერე 1-ით გაზრდის, მერე კიდევ გამოიტანს იმ რიცხვს, მერე კიდევ 1-ით გაზრდის და ასე 10-მდე. თუ 10-ის ჩათვლით გვინდა, აქ შეგვიძლია 0 მივუწეროთ. თუ გვინდა რომ ნულიანი აღარ გამოიტანოს, მაშინ შეგვიძლია რომ ესე დავწეროთ, რომ ჯერ გაზარდოს და მერე დაბეჭდოს, შესაბამისად 1 წინ იქნება და 11-ს გამოიტანს, იმიტომ რომ 10-ის მერე მოდის 11 და ჯერ 11-ს დაბეჭდავს და მერე გააჩერებს. და თუ მაინც და მაინც 1-დან ზუსტად 10-ის ჩათვლით გვინდა, მაშინ შეგვიძლია რომ აქ 1 მივხდოთ უბრალოდ და ესე გამოიტანს 1-დან 10-ის ჩათვლით. ეს არის იგივე პირობა, უბრალოდ ჩვენ ავდექით და შევატრიალეთ. აი ეს ნაწილი ჩვენ გვეწერა აი აქ და ეს ნიშნავდა იგივეს, რომ ავტომატურად აჩერებდა. ამ შემთხვევაში ჩვენ ხელით უკვე ვუთითებთ რა მოხდეს იმ შემთხვევაში, თუ მეტი იქნება. ანუ უფრო მეტად customizable ხდება, ანუ შეცვლადი და არასტატიკურად გაწერილი რა, უფრო დინამიური ხდება ესე კოდი ამ შემთხვევაში. აქ შეგვიძლია ესე უთხრათ, აქ კიდევ შეგვიძლია გავუწეროთ, რომ if უდრის 5-ს, მაგალითად, უდრის print a + 1, მაგალითად, დაბეჭდოს და მერე ადგეს და ესეთი რაღაც გააკეთოს, რომ a უდრის 7-ს. 5-დან პირდაპირ 7-ზე გადახდეს. ეგეთი რაღაც შეგვიძლია გავაკეთებინოთ, რომ აი ნახავთ, რომ აი 5 ანუ 4-ს გამოიტანს და მერე გადახდება 5-ის მერე. ასევე შეგვიძლია რომ კონკრეტულ რიცხვებზე კონკრეტული რაღაცები გავაკეთებინოთ, აი მაგ შემთხვევაში თუ A გაუტოლდება, მაგალითად, ეს გავიგეთ, რომ A-დან B-მდე იმუშაოს, ასევე შეგვიძლია გავუწეროთ, რომ elif A უდრის 5-ს or A უდრის 6-ს, ხო? ან 5-ზე ან 6-ზე, მაშინ print დაწეროს რაღაც რომ ეს წინასწარ განსაზღვრული რიცხვი გვაქვს და გამოიტანოს, რომ chosen number-ები არის 5 და 6 და დაწერს აი ესეთ რაღაცას. გამოიტანს 5-ზე ჯერ chosen numbers, მერე 5-ს დაბეჭდავს, ხო, ჯერ ბეჭდავს, მერე ისევ chosen number-ი და მერე 6 მოვა. შეგვიძლია ეს აღარ გავაკეთებინოთ და ესეთი რაღაც დავწეროთ, რომ else-ში გავიყვანოთ ეს ნაწილი, რომ ყოველთვის დაბეჭდოს ეს და როცა დაბეჭდავს, მერე გაზარდოს 1-ით. აი აქ ყოველთვის გაზარდოს 1-ით. და გამოიტანს 5-ზე და 6-ზე chosen numbers და აღარ დაიბეჭდება, იმიტომ რომ მხოლოდ მაშინ იბეჭდება, როცა აი აქ შემოდის. ასევე შეგვიძლია რომ კონკრეტული იტერაციები გამოვტოვოთ, ანუ იმის თქმა მინდა რომ აი აქ თითოეულ ოპერაციას, თითოეულ დაბეჭდას, თითოეულ აი ამ კრუგზე გასვლას, ანუ აქედან აი აქამდე მოსვლას, ქვია იტერაცია. ანუ თითოეული წრე, ხო? აქ წრეებს არტყავს while-ი რამდენიმეს, იქამდე სანამ ჩვენ არ ვაჩერებთ. აი კონკრეტული წრე გამოტოვოს. მაგალითად, თუ 5-ს უდრის ან 6-ს, მაშინ გააკეთოს continue. აი ამ შემთხვევაში, როცა continue-ს აკეთებს, ხო? კიდევ ერთ იტერაციას გააკეთებს და აღმოჩნდება, რომ ეს ისევ ჩაიციკლება. ამიტომ ეს კოდი არ იმუშავებს კარგად, რადგან აი აქ, როცა ჩვენ ჩავციკლავთ და continue-ს გააკეთებს, აქ აღარ შემოვა ამ ნაწილში.
ანუ როცა დაიწყებ შემოწმებას A მეტია თუ არა B-ზე, არ იქნება მეტი, მერე შემოვა აქ და 5-ის ტოლი რო გახდება continuous გააკეთებს და აი ამ ნაწილში აღარ მოვა. ამიტომ ეს უნდა ავიტანოთ C-ვით. კარგად რომ იმუშაოს და ქვემოთ დავაბეჭდინოთ A. ანუ იმას ნიშნავს, რომ ჯერ გაზარდოს რიცხვი, თუ 5-ან 6-ია, მერე გამოტოვოს, მერე დაბრუნდება ისევ გაზრდაზე და უკვე შემოვა სხვა რიცხვი, მაგალითად 7-იანი შემოვა და მერე უკვე დაბეჭდავს და აი ამ ნაწილში აღარ შემოვა. აი ესე. აღმოჩნდება, რომ 5-სა და 6 გამოტოვებს და დაბეჭდავს მარტო 4-ს და 7-ს და ასე შემდეგ. ასე შეგვიძლია კიდევ ვაკონტროლოთ, ესეც ერთგვარი flow control-ის მაგალითი არის, თუ როგორ შეგვიძლია მივმართოთ კოდი იმ მიმართულებით, რომელიც ჩვენ გვსურს. ასევე while ციკლები არის კარგი იმ შემთხვევაში, თუ გვინდა რომ რაღაც ანუ როცა არ ვიცით, რამდენი ინფორმაცია გვექნება, ანუ მონაცემების რაოდენობა როცა გაურკვეველია და გაურკვეველი ასევე მისი ტიპი, ანუ რა ტიპის მონაცემები გვაქვს, მაგ შემთხვევაში კარგი არის while ციკლის გამოყენება თავისი ტიპის და სხვადასხვა ჩეკერებით, რაც ჩვენ მერე უკვე გვეხმარება იმაში, რომ ნებისმიერ მონაცემზე ვამუშაოთ და არ შევწყვიტოთ მუშაობა. აი მაგალითად, როდესაც გვაქვს 5000 მონაცემიანი ბაზა, თითოეულ და ეს 500-1000-იანი ბაზა მაგალითად ყოველდღიურად იცვლება, ჩვენ შეგვიძლია while ციკლი გავუშვათ და აი ეს ყოველ დღეს ეს განუწყვეტლივ იყოს ჩართული და ამოწმებდეს აი ამ ბაზას. 500 ჩამოუვლიდეს, მერე ელოდებოდეს შემდეგ 500 და ესე ტრიალებდეს. ან შეგვიძლია უბრალოდ პროცესი წარმოვიდგინოთ ლოდინის პროცესი, როდესაც მანქანა ელოდება შუქ ნიშანზე სხვა ნიშნის ანთებას. ესეთი რაღაც შეგვიძლია გავაკეთოთ კიდევაც. ან შეკითხვის პროცესი, როცა ადამიანი გამუდმებით უწევს შეკითხვებს. ამიტომ აი ამ შეკითხვებიდან გამომდინარე, გავაკეთოთ მოდი რიცხობანა, ანუ number guessing game-ი, რომელიც ალბათ ყველა დამწყებს აქვს გაკეთებული, while ციკლით ძალიან მარტივად შეგვიძლია გავაკეთოთ რა. მაგალითად, ჩვენ შეგვიძლია ავდგეთ და choose a number შევქმნათ. ეს იქნება ჩაფიქრებული რიცხვი, რომელსაც ჩვენ ჩავიფიქრებთ. შეგვიძლია რენდომულადაც გავაკეთოთ, მაგრამ რენდომი მოდი ამ ეტაპზე არ გვინდა და უბრალოდ choose a number იყოს. აი აქ შეგვიძლია ესეთი რაღაც გავაკეთოთ, რომ while true, ანუ ყოველთვის შეეკითხე რიცხვი, ხო? Which ან მოდი უბრალოდ number დავაქვათ. რაც შეეხება აი ამ ფუნქციებს. int აკეთებს გადაყვანა string-ის და input-ი არის ფუნქცია, რომელიც აი ამ ტექსტს დაგვიწერს ტერმინალში და შემდგომ უკვე რასაც შევიყვანთ, შეინახავს და შემდგომ გადაიყვანს integer-ში, იმიტომ რომ რასაც შევიყვანთ ტერმინალში, ის არის აუცილებლად ტექსტი. ანუ აქ ჩვენ შეგვიძლია განუწყვეტლივ დავაპრინტინოთ ტექსტები, მაგალითად number, ხო? ანუ ამ კოდს რო გავუშვებთ, აი აქ დაწერს choose number, აი აქ ერთი O გვაკლია. ესე choose numbers გვეტყვის 4-ს თუ დავწერთ, დაბეჭდავს 4-ს. მერე კიდევ 6, 7 და ასე შემდეგ. და დავწერთ ესეთი რაღაცა. ანუ ჩვენ იქამდე ვეკითხებით რიცხვს, ნახეთ, თუ number-ი, რომელსაც შეიყვანს მოთამაშე, იქნება მეტი choose a number-ზე, გამოდის, რომ choose a number-ი არის დაბალი, ხო? დაწერს print is მოდი ესე გააკეთოს lower. ან დაბალი რიცხვია. თუ იქნება პირიქით
თუ დაემთხვევა ჩვენ არჩეულ რიცხვს chosen numbers, თუ დაემთხვევა, მაშინ დაწეროს q1 და break-ი გააქვს. ანუ გააჩეროს ციკლი, როცა მოიგებს მოთამაშე. else ის შემთხვევაში else აღარ გამოგვადგება, იმიტომ რომ მეგონი ამ შემთხვევაში რიცხვები შემოდის და ისედაც errors მოგცემს თუ ეს რიცხვი სწორად არ შევიყვანეთ, ისედაც გაჩერდება კოდი. გვეკითხება რიცხვს, მაგალითად შევიყვანთ 5-ს, ან 4-ს, გვეუბნება რომ მაღალიო, 55-ით შევიყვანთ დაბალიო. იქამდე შეგვეკითხება, სანამ არ მიუთითებთ იმ რიცხვს, რომელიც ჩვენ ავირჩეთ. მიუთითებთ და გვეტყვის, რომ ჩვენ მოვიგეთ. სულ ეს იყო ამ შემთხვევაში ამ ეტაპზე while ციკლი. შემდგომში კიდევ უფრო დაწვრილებით გავივლით, როდესაც დავდებ მაგალითების ვიდეოებსაც და წარმატებებს გისურვებთ პროგრამირებაში. არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა და დალაიქება.